გამარჯობა მეგობრებო. დღეს ესე იგი ჩვენ უნდა ვისწავლოთ რამდენიმე ზმნა. დღეს ვისწავლით რამდენიმე ზმნის უღლებას ახლანდელ დროში და ასევე ვისწავლით წარსულ დროში. და ეს გაკვეთილი არის A1-2-ის, ანუ A1-ის მეორე ნაწილის ბოლო გაკვეთილი, აწი ჩვენ გვექნება გამეორებები. და სანამ გადავალთ ჩვენს დღევანდელ გაკვეთილზე, ანუ ზმნებზე, მანამდე მინდა გითხრათ ონლაინ გაკვეთილებზე. ძალიან ბევრი მწერს, ასევე კომენტარებშიც წერენ, ვატარებ თუ არა ონლაინ გაკვეთილებს. დიახ მეგობრებო, რა თქმა უნდა, ვატარებ ონლაინ გაკვეთილებს. მაქვს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური გაკვეთილები და ვისაც გსურთ ონლაინ, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ონლაინ გაკვეთილებს ვატარებ, ვისაც გსურთ გერმანული სწავლა ონლაინ, შეგიძლიათ მომწეროთ ან ინსტაგრამზე, მაგრამ ძალიან ბევრი ასევე კომენტარებში მწერს, რომ ინსტაგრამზე ვერ გწერთ, რადგან არ მაქვს ინსტაგრამი და ასე შემდეგ და ვისაც არ შეგიძლიათ ინსტაგრამზე მოწერა, მე აქვე დავტოვებ WhatsApp-ის ნომერს და შეგიძლიათ მომწეროთ WhatsApp-ში ონლაინ გაკვეთილებთან დაკავშირებით. ახლა კი მოდით გადავიდეთ ჩვენს დღევანდელ გაკვეთილზე. ესე იგი, ჩვენ დღეს უნდა ვისწავლოთ ზმნები და ჩვენი დღევანდელი პირველი ზმნა ეს არის fahren. Fahren არის წასვლა, ოღონდ ტრანსპორტით და ასევე არის ტარება. მანქანის და ასე შემდეგ. Fahren. ახლა მოდით ვისწავლოთ ამის უღლება. მე მივდივარ, ამ შემთხვევაში იქნება ich fahre. Ich fahre. მაგალითად, მე მივდივარ თბილისში, იქნება ich fahre nach Tbilisi. ან მე მივდივარ ბერლინში. Ich fahre nach Berlin. შენ მიდიხარ, იქნება du fährst. Du fährst. შენ მიდიხარ. ის მიდის, იქნება sie, es fährt. Sie, es fährt. დააკვირდით du, აქაც sie, es, აქაც a გახდა a umlaute. ანუ e. ჩვენ მივდივართ, იქნება wir fahren. Wir fahren. თქვენ მიდიხართ ihr fahrt. Ihr fahrt. ისინი მიდიან sie fahren და ასევე თქვენ მიდიხართ. თავაზიანი ესეც არის sie fahren. მოდით კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ეს. Ich fahre, du fährst, sie, es fährt. Wir fahren, ihr fahrt, sie fahren. გადავდივართ მეორე ზმნაზე და ეს არის fliegen, ანუ ფრენა. Fliegen. მე მივფრინავ, გერმანულად იქნება ich fliege. Ich fliege. შენ მიფრინავ du fliegst. ის მიფრინავს sie, es fliegt. ჩვენ მივფრინავთ wir fliegen. თქვენ მიფრინავთ ihr fliegt. ისინი მიფრინავენ sie fliegen და ასევე თავაზიანი თქვენ მიფრინავთ, ესეც არის sie fliegen. მოდით ესეც კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. Ich fliege. Du fliegst. Sie, es fliegt. Wir fliegen. Ihr fliegt. Sie fliegen. გადავდივართ შემდეგ ზმნაზე და ეს არის lieben, ანუ სიყვარული. მე მიყვარს, გერმანულად არის ich liebe. შენ გიყვარს du liebst. მას უყვარს sie, es liebt. ჩვენ გვიყვარს wir lieben. თქვენ გიყვართ ihr liebt. მათ უყვართ, იქნება sie lieben და ასევე თავაზიანი თქვენ გიყვართ, ესეც არის sie lieben. ესეც მოდით კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. Ich liebe. Du liebst. Sie, es liebt. Wir lieben. Ihr liebt. Sie lieben. შემდეგი ზმნა ეს არის sagen. Sagen. თქმა. მე ვამბობ. Ich sage. შენ ამბობ. Du sagst. ის ამბობს.
sie es sagt. ჩვენ ვამბობთ. Wir sagen. თქვენ ამბობთ. Ihr sagt. ისინი ამბობენ. Sie sagen. და ასევე თქვენ ამბობთ. ესეც არის sie sagen. ესეც გავიმეოროთ. Ich sage. Du sagst. Sie es sagt. Wir sagen. Ihr sagt. Sie sagen. შემდეგი ეს არის können. ანუ შეძლება, რომელიც არის მოდალური ზმნა. können შეძლება. ახლა ამის უღლება ვისწავლოთ. მე შემიძლია გერმანულად არის ich kann. Ich kann. შენ შეგიძლია du kannst. Du kannst. მას შეუძლია sie es kann. ჩვენ შეგვიძლია wir können. Wir können. თქვენ შეგიძლიათ ihr könnt. Ihr könnt. მათ შეუძლიათ sie können და თქვენ შეგიძლიათ თავაზიან ეს არის sie können. გავიმეოროთ. Ich kann. Du kannst. Sie es kann. Wir können. Ihr könnt. Sie können. შემდეგი ეს არის hören. hören მოსმენა. მე ვუსმენ. Ich höre. Ich höre. შენ უსმენ. Du hörst. Du hörst. ის უსმენს. Sie es hört. Sie es hört. ჩვენ ვუსმენთ. Wir hören. Wir hören. თქვენ უსმენთ. Ihr hört. Ihr hört. ისინი უსმენენ. Sie hören. და თქვენ უსმენთ თავაზიანი ესეც არის sie hören. ესე იგი ich höre, du hörst, sie es hört, wir hören, ihr hört, sie hören. შემდეგი ზმნა ეს არის aufwachen. aufwachen არის გაღვიძება. ეს არის თავსართმოცილებადი ზმნა. auf არის ამ ზმნის თავსართი და თავსართმოცილებად ზმნებზე თუ გახსოვთ, თავსართმოცილებადი ზმნის უღლების დროს ასეთ ზმნას სცილდება თავსართი. ანუ ამ შემთხვევაში რადგან auf არის ამ ზმნის თავსართი, ეს ნიშნავს რომ უღლებისას მოსცილდება ეს auf. aufwachen გაღვიძება და ახლა როგორ არის მე ვიღვიძებ. ich wache auf. შენ იღვიძებ. du wachst auf. ის იღვიძებს. sie es wacht auf. ჩვენ ვიღვიძებთ. wir wachen auf. თქვენ იღვიძებთ. ihr wacht auf. ისინი იღვიძებენ. sie wachen auf. და ასევე თავაზიანი თქვენ იღვიძებთ. ეს არის sie wachen auf. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ. ich wache auf. Du wachst auf. sie es wacht auf. wir wachen auf. ihr wacht auf. sie wachen auf. შემდეგი ზმნა ეს არის wissen, ანუ ცოდნა, wissen. მე ვიცი, გერმანულად არის ich weiß. Ich weiß. შენ იცი, du weißt. Du weißt. მან იცის, sie es weiß. Weiß. ჩვენ ვიცით, wir wissen. Wir wissen. თქვენ იცით, ihr wisst. Ihr wisst. მათ იციან, sie wissen და თავაზიანი თქვენ იცით, ესეც არის sie wissen. კიდევ ერთხელ, ich weiß, du weißt, sie es weiß. Wir wissen, ihr wisst, sie wissen. შემდეგი ეს არის geben, ანუ მიცემა. მე ვაძლევ, ich gebe, შენ აძლევ, du gibst, დააკვირდით, აქ გახდა i, gib და ეს t დაუმატეთ, du gibst, შენ აძლევ, ის აძლევს იქნება sie es gibt. აქაც, როგორც ხედავთ, გახდა i. ეს ორი დაიმახსოვრეთ. ჩვენ ვაძლებთ, wir geben, თქვენ აძლევთ, ihr gebt,
ihr gebt, ისინი აძლევენ sie geben და თავაზიანი თქვენ აძლევთ, ესეც არის sie geben. ესე იგი, ich gebe, du gibst, er sie es gibt, wir geben, ihr gebt, sie geben. და გადავდივართ ჩვენს ბოლო ზმნაზე, ეს არის fragen, შეკითხვა, კითხვა. ახლა როგორ იქნება? მე ვკითხულობ, ან მე ვეკითხები, ეს იქნება ich frage, შენ კითხულობ, ან შენ ეკითხები, იქნება du fragst, ის კითხულობს, იქნება er sie es fragt. Wir fragen, ანუ ჩვენ ვკითხულობთ, ihr fragt, თქვენ კითხულობთ, sie fragen, ისინი კითხულობენ და sie fragen, თავაზიანი თქვენ კითხულობთ. ოღონდ დაიმახსოვრეთ, fragen არის შეკითხვა. ანუ მე ვეკითხები, მე ვკითხულობ, ანუ მე ვეკითხები. ეს არ არის წაკითხვა, ეს არის შეკითხვა. დაიმახსოვრეთ, fragen. კიდევ ერთხელ მოდით გავიმეოროთ, ესე იგი, ich frage, du fragst, er sie es fragt, wir fragen, ihr fragt, sie fragen.